გამარჯობათ. ჩვენი სალექციო კურსის სახელწოდებაა ძველი ქართული საისტორიო მწერლობა. აი ამ კურსის ფარგლებში თქვენ გაეცნობით სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ავტორთა მიერ დაწერილ ისტორიულ ნაწარმოებებს და გარკვეული მიმართულებით განვიხილავთ ჩვენ მას. აი ამ მიმართულებაზე ცოტა ქვემოთ გესაუბრებით, თუმცა მარტო ისტორიულ თხზულებებს არა, ჩვენი განხილვის საგან იქნება საეკლესიო მწერლობის რამდენიმე ნიმუში, მაგალითად თხზულება, რომლის ავტორიც არის გიორგი მთაწმინდელი ან გიორგი ხუცესმონაზონი, აგრეთვე საკმარის დროს დაუთმობთ, უბრალოდ გარკვეულ დროს დაუთმობთ გეოგრაფიულ თხზულებებსაც, შუშანიკის წამებას, კოლალ-ყმათა მარტვილობას, აბოთვილელის ცხოვრებას, რადგან ჩვენთვის საინტერესო საკითხები, ანუ ისტორიულ მოვლენებზე მსჯელობა გარკვეული ტენდენციით, გარკვეული კონცეფციით ამ თხზულებებში შეინიშნება. მინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხო დასაწყისშივე, ესე თუ ის საისტორიო ნაწარმოები, იქნება ეს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულება, თამარისა ან შამთა აღწერლისა, შეიძლება ისტორიკოსმა განიხილოს ორი თვალსაზრისით. ერთი თვალსაზრისი გულისხმობს იმას, იქ მოვტანილი ცნობები, თარიღები, მოვლენათა აღწერილობა რამდენად შეესაბამება ისტორიულ რეალობას. ეს მიდგომა უდაოდ საინტერესო, უდაოდ მნიშვნელოვანია ისტორიული კვლევის გზაზე, მაგრამ ამ წუთას ჩვენთვის აი ამ კურსის მსვლელობის დროს ჩვენ არ განვიხილავთ ისტორიულ თხზულებებს ამ კუთხით. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება გავეცნოთ ამ ავტორთა წერის სტილს, მათ კვლევით მეთოდებს, წყაროებს, რომლებსაც ისინი ეყრდნობიან, როდესაც აღწერენ მათ თანამედროვე თუ უფრო შორეული წარსულის ამბებს. ჩვენი მიზანი იქნება გავერკვევთ რა ტენდენციით იწერება ეს ნაწარმოები, რა სურს ავტორს, როდესაც გარკვეულ ნაწარმოებს ქმნის, გარკვეულ შეფასებას აძლევს, არის თუ არა მათი ნაწარმოები სრული ამსახველი იმ ისტორიული ვითარებისა, რეალობისა, რაც იმ ეპოქაში იქმნებოდა, თუ ისტორიკოსი ზოგიერთ ფაქტებს უგულვებელყოფს, არ შეაქვს თავი თხზულებაში და თუ ამას აკეთებს იმიტომ, რომ არ იცის მათ შესახებ, რაც ძნელად წარმოსადგენია რიგ შემთხვევებში, რადგან ისტორიკოსი თავისი დროის განათლებულ ადამიანს წარმოადგენდა ბუნებრივია, რომელიც ჩართულიც კი იყო ხშირ შემთხვევაში მიმდინარე პროცესებში და თუ ამას არ ცოდნით არ აკეთებს, თუ ეს არ ცოდნით არ მოსდის, მაშინ გარკვეული ტენდენციით, სუბიექტური დამოკიდებულებით, სუბიექტური მიდგომით მოსდის ეს გულმავიწყობა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ გულმავიწყობას ვერ დავაბრალებთ, რა თქმა უნდა არსებობდა ალბათ რაღაც მიზეზი, რომლის გამოც თქვათ გარკვეული ფაქტი ისტორიკოსმა შეიძლება არ შეიტანა თავის თხზულებაში, ან შეიტანა და შეაფასა არაობიექტურად, დაგვანახა იმ კუთხით, რომელიც მისთვის უფრო მისაღები იყო. ყოველივე ეს, რაც ახლა ვისაუბრეთ და რასაც ჩვენ გავშლით ამ ლექციაზეც და მომდევნო ლექციებზეც ბუნებრივია, უფრო მეტად აკონკრეტებს ჩვენი სალექციო კურსის მიზანს, მის მიმართულებას და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მეორე მხრივ ჩვენ განვიხილავთ ამ ისტორიულ თხზულებებს ისტორიოგრაფიის თვალსაზრისით. ანუ ჩვენი კურსი შეიძლება მეორენაირად ესე დასათაურებითაც წარმოდგეს. ეს იქნება საქართველოს ისტორიის ისტორიოგრაფია, ოღონდ ჩვენი მიზანი არ იქნება თანამედროვე ისტორიოგრაფიული კონცეფციების განხილვა, შეიძლება ჩვენ გქონდეს დრო და ამ თემასაც დაუთმოთ ადგილი, ძირითადად ჩვენ შევეხებით უფრო ძველი პერიოდის ისტორიკოსთა შეხედულებების გადმოცემას. რახან ჩვენ დაახლოებით ჩვენი კურსი მაინც უფრო დაუკავშირეთ არა წყაროцოდნეობას, არამედ ისტორიოგრაფიას, უფრო საჭირო ხდება განმარტოთ თვითონ ისტორიოგრაფიის არსი, ისტორიოგრაფიის დანიშნულება და მისი კვლევის საგანი. ამისათვის ჩვენ წარმოგიდგენთ გარკვეულ ამონარიდებს, ციტატებს, წავიკითხავთ მას, გავეცნობით, დავსვამთ კითხვებს და ამ კითხვების ნაწილს მე დღეს ვეუპასუხებ, ნაწილს კი სადისკუსიო კითხვება დავტოვებ სემინარული მეცადინეობისათვის, სემინარული მუშაობისათვის.
რა შეისწავლის ისტორიოგრაფია, ანუ რა არის ისტორიოგრაფია, გავეცნოთ და მოსაზრებას სამწუხაროდ დამავიწყდა მითითება, რომ ეს არის ამონარიდი ისტორიკოს ქეთევან ნადირაძის ნაშრომიდან, რომელიც ჩემი აზრით ძალიან კარგად გასაგებად წარმოაჩენს ძირითად არსს. წავიკითხავ და გარკვეულ თქვათ მინიშნებებს მოგცემთ. ისტორიოგრაფია აღნიშნავს მეცნიერებას, რომელიც სწავლობს ისტორიულ მწერლობას, მის ისტორიას, ანუ ისტორიული მწერლობის ისტორიას, როგორ იქმნებოდა, რა ვითარებაში იქმნებოდა ესე თუ ის ნაწარმოები, რა განვითარების რა გზა განლო ისტორიულმა მწერლობამ ერთი ეპოქიდან მეორე ეპოქამდე, რა გავლენას ახდენდა ეპოქათა თავისებურება, იმდროინდელი კულტურული ფონი, ტენდენციები, აზროვნებისა ან უბრალოდ პოლიტიკური პროცესები აი ამ თუ იმ ნაწარმოებზე ან მისი ავტორის პოზიციაზე. ასევე ისტორიოგრაფია აღნიშნავს, ანუ უბრუნდები მეცნიერებას, რომელიც გარდა ამისა სწავლობს ისტორიული ცოდნის, აზროვნების, ისტორიული მეცნიერების ისტორიას. აი ესე იგი ჩვენ როგორ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ისტორიოგრაფიის ძირითადი ცნება და აქედან გამომდინარე როგორ ჩამოვაყალიბოთ ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს, როდესაც შევეხებით ძველ ქართულ საისტორიო თხზულებებს. ესე იგი ჩვენ გვაინტერესებს თავისთავად ისტორიული მწერლობა, მისი ისტორია, მისი შექმნა, მისი განვითარების პროცესი, ჩვენ გვაინტერესებს რა ისტორიული ცოდნა არსებობდა იმ ეპოქაში, როდესაც ავტორი, ესა თუ ის ავტორი წერდა საკუთარ თხზულებას, როგორ აზროვნებდა, რა კონცეფციით, რა ტენდენციით, რა სახის შეხედულებით განიხილავდა ამა თუ იმ ისტორიულ ფაქტს და საბოლოო ჯამში ავტორი თავაზობს დაახლოებით ესეთ განმარტებას, რომ ისტორიოგრაფია შეიძლება იყოს ისტორიული მეცნიერების ისტორია. ანუ ისტორიული მეცნიერების განვითარების დინამიკის, სახეცვლილების დინამიკის მაჩვენებელი ვთქვათ მეცნიერება. საისტორიო მწერლობა გვაცნობს არა მარტო იმას, თუ როდის, სად და რა მოვლენა მოხდა. რა თქმა უნდა, ამასაც გვახსნობს, მაგალითად, როდესაც დავითის უცნობი მემატიანე აღწერს დავითის ისტორიას, პირველ რიგში მისი მიზანია გაგვაცნოს, როდის მოხდა, თქვა, დიდგორის ბრძოლა, სად მოხდა, რახან დიდგორის ბრძოლა გასაგებია სადაც მოხდა და რა მოვლენა მოხდა ამ დროს, რა იყო, როგორ განვითარდა ეს მოვლენა უფრო სწორად, არამედ აი საისტორიო მწერლობა, ეს თხზულებები ჩვენ სხვა რამესაც გვეუბნება იმასაც, თუ როგორ აფასებდნენ, რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჩვენი წინაპრები მათი დროისა თუ წინარე ხანის მოვლენებს. ანუ მაგალითისთვის, როგორ აფასებს დავითის ისტორიკოსი დავითის გატარებულ ღონისძიებებს, როგორ აფასებს ლეონტი მროველი არა მარტო მის თანამედროვე ისტორიულ მოვლენებს, არამედ უფრო შორეულ წარსულის მოვლენებს, რა კონცეფციით უდგება, რა დამოკიდებულებას ამჟღავნებს, მაგალითად ფარნავაზის მიმართ, აზოს მიმართ, რატომ განსხვავდება თქვათ მისი კონცეფცია აზოსა და ფარნავაზის მიმართ, მისი დამოკიდებულება მეორე ქართული წყაროს, მეორე ქართული საისტორიო თხზულების მოქცევა ქართლისა ის სამწუხაროდ მისი ავტორი უცნობია დამოკიდებულებისაგან და ჩვენ ვნახავთ, რომ ეს დამოკიდებულებები რეალურად განსხვავებულია. ამონარიდის შემდეგ ვკითხულობთ, რომ ძეგლებში მშრალდება, ძეგლები გულისხმობა რა თქმა უნდა ესა თუ ის საისტორიო თხზულება, მშრალდება მათი ავტორების მსოფლმხედველობა. ჩვენ ამ თემაზე ცალკე გვექნება საუბარი. მედასეობა მშრალდება, არის მეფის მომხრე ისტორიკოსი თუ მეფის მოწინააღმდეგე ისტორიკოსი, არის ამა თუ იმ რომელი სოციალური ფენის წარმომადგენელი ეს ისტორიკოსი. სამწუხაროდ ჩვენ შემდეგ გვექნება საუბარი, რომ საქართველოში მაინდამაინც დიდი არჩევანი არ აქვს. ქართლის ცხოვრებაში არის ძირითადი ნაწილი ამ ისტორიული თხზულებებისა წარმოდგენილი და ქართლის ცხოვრება გარკვეული ტენდენციით იქმნებოდა და ჩვენ ფაქტიურად ვერ ვხედავთ იქ ისტორიკოს, რომელიც
ისტორიკოსებს, რომლებიც განსხვავდებიან ამ მედასეობით, მაგრამ ეს არ ხდება სხვაგანს, მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ევროპული ისტორიული ევროპაში შექმნილი ისტორიული თხზულებები, რომლებიც სხვადასხვა სოციალური ან პოლიტიკური პლატფორმიდან აფასებს ამა თუ იმ მოვლენას. თუმცა ამ მედასეობის საკითხს ჩვენ მაინც შევეხებით და ჩვენს ისტორიკოსთა თხზულებებშიც ვიპოვით განსხვავებულ პლატფორმებიდან გაკეთებულ არაერთგვაროვან შეფასებებს ამა თუ იმ საკითხის მიმართ. Რა თქმა უნდა, ჟღავდება ეროვნული სარწმუნოებრივი და სხვა ასპექტები. ჩვენ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ ლექციის მსვლელობაში, რომელიც თქვათ ამ საკითხების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ისტორიულ თხზულებას სწავლობს როგორც ისტორიოგრაფი, ისე წყაროцოდნე. ეხლა ჩვენ გქონდეს საუბარი, რა არის თვითონ ისტორიოგრაფია. კიდევ უფრო რელიეფურად რომ გამოიკვეთოს ისტორიოგრაფიის შინაარსი, ანუ ჩვენი ლექციების ძირითადი შინაარსი რა იქნება, საჭიროდ თვლი შევადაროთ ერთმანეთს, თქვათ, ძეგლისადმი, ისტორიული თხზულებისადმი, ისტორიოგრაფიული და წყაროцოდნეობითი მიდგომები და დავინახოთ განსხვავებები, თუმცა რა თქმა უნდა, მათ შორის არის ძალიან მჭიდრო კავშირი და როგორც ისტორიოგრაფს ჭირდება წყაროцოდნეობითი კვლევები იმისთვის, რომ საკუთარი კვლევის ამოცანა კარგად ობიექტურად და ზუსტად ხარისხიანად შეასრულოს, ჩვენ შეგვიძლია პირიქითაც ვთქვათ, თუ ისტორიოგრაფიული კვლევა არ იქნება სათანადო დონეზე ჩატარებული ამა თუ იმ თხზულებისა, წყაროцოდნე შეიძლება გაუჭირდეს თავისი ძირითადი მისიის, თავისი ძირითადი კვლევის შესრულება. მოდით წავიკითხოთ და კვლავ განვმარტოთ ისტორიოგრაფიის როგორც ისტორიული მეცნიერების ამოცანა, შეისწავლოს ისტორიკოსთა შეხედულებები, დაახასიათოს მათი ნააზრევი, შეაფასოს მათი მნიშვნელობა ისტორიული აზროვნების, ისტორიული მეცნიერების განვითარების თვალსაზრისით. ეს ამის ჩვენ შეიძლება კიდე დაუბრუნდეთ, მაგრამ ეხლა განვიხილოთ რა მიზანს ისახავს, ანუ რას შეისწავლის წყაროцოდნეობა. წყაროцოდნე იკვლევს წერილობითი დოკუმენტის შინაარს. ანუ თუ ისტორიოგრაფი იკვლევს ისტორიკოსთა შეხედულებებს, წყაროцოდნესთვის უფრო მნიშვნელოვანია თვითონ შინაარსი იმ თვალსაზრისით, რომელიც ეხება ამა თუ იმ მოვლენის აღწერას და არა შინაარსი, რომელიც გადმოგვცემს ისტორიკოსის შეხედულებას, ანუ ისტორიკოსის დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხისადმი. ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ამ მომენტს, ამ ასპექტს წყაროцოდნე გვერდს სულის, მაგრამ ჩვენ საუბრობთ პირდაპირ დანიშნულებაზე, სპეციფიკურ დამოკიდებულებაზე ერთი და იმავე, თქვათ, ისტორიული თხზულების მიმართ, როგორი იქნება ისტორიოგრაფისა და როგორი იქნება წყაროцოდნისა. მოდით გავაგრძელოთ ამ განმარტების მოსმენა. ანუ იკვლევს წერილობითი დოკუმენტის შინაარს, მათში მოხმობილ ცნობებს უდარებს სხვა დოკუმენტურ მონაცემებს, მაგალითად ცნობას ამა თუ იმ ბრძოლის თარიღის შესახებ, რამდენად სწორია ეს ცნობა, რამდენად სწორია ამა თუ იმ მოვლენის ის ისტორიკოსისეული ინტერპრეტაცია, ანუ გადმოცემა, რომ ვიყოთ დარწმუნებული ამაში, საჭირო არის სხვა სახის წყაროებს შეუდაროთ ეს ინფორმაცია და დავინახოთ, არის თანხვედრა, თუ არის ამ ცნობებს შორის განსხვავება. ისტორიოგრაფია ამას არ აკეთებს, იმიტომ რომ ისტორიოგრაფიის მთავარი მიზანი სულაც არ არის დაადასტუროს, მაგალითად, დავით აღმაშენებლის ცნობა დიდგორის ომის თარიღთან დაკავშირებით ზუსტია თუ არაზუსტი. ეს ფუნქცია აკისრია წყაროцოდნეს. ამიტომ მას ჭირდება სხვადასხვა წყაროები, სხვადასხვა დოკუმენტები, რათა ცნობა დავითის უცნობი ისტორიკოსის მიერ მოწოდებული დაადასტუროს, ან მასში ეჭვი შეიტანოს, ან სულაც უარყოს. ახდენს წყაროში მოხმობილი ინფორმაციის შეჯერებას არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ეპიგრაფიკულ და
სხვა მონაცემებთან. ამ თემაზე საუბარი ჩვენ ცოტა შორს წაგვიყვანს, უბრალოდ იმისთვის, რომ ესე თუ ის ინფორმაცია იყოს დადასტურებული, არ არის საკმარისი რიგ შემთხვევებში მხოლოდ წერილობითი ცნობა ისტორიკოსისა ან ისტორიკოსებისა. არის შემთხვევები, როდესაც ამ წერილობით ცნობებში მოუტანილ თქვათ ფაქტებს ადასტურებს ან უარყოფს თქვათ არქეოლოგიური მასალა, ან არა მარტო ადასტურებს ან უარყოფს, არამედ უფრო მეტი სიცხადე შეაქვს, უფრო მეტად განავრცობს იმ ინფორმაციას, რაც შეიძლება თქვათ წერილობით წყაროში იყოს მოცემული. იგივე ვიტყვით ჩვენ ეპიგრაფიკაზე, იგივე ვიტყვით ჩვენ მაგალითად ეთნოგრაფიაზე და ისტორიის სხვა დამხმარე დისციპლინებზეც.